იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელს უვადო მოსამართლეობაც სურს. გიორგი მიქაუტაძე იმ 4 ხელს შორის არის, ვისთანაც გასაუბრება სწორედ ახლა მიმდინარეობს. ის უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიაშიც იყო, ამჯერად საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებას სურს. მარიამ ქართველიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. მარიამ, როგორ მიმდინარეობს გასაუბრების პროცესი? გასაუბრების პროცესი მოსამართლეობის კანდიდატებთან რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. წინასწარ არის ცნობილი, რომ საბჭოს 13 წევრიდან 2 მხარს არ დაუჭერს გიორგი მიქაუტაძის უვადო გამწესებას. არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანიზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ გიორგი მიქაუტაძე სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი კლანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. შესაბამისად, ყველაზე მეტი შეკითხვა არამოსამართლე წევრებს სწორედ კლანთან დაკავშირებით ექნებათ. ბრალდებების ადრესატი მიქაუტაძე აცხადებს, რომ კლანთან დაკავშირებით ბრალდებები არის აბსურდული და ის ამბობს, რომ მზად არის ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხოს. წინასწარ არის ცნობილი ასევე ისიც, რომ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების პროცესი ღია წესით ჩატარდება. გიორგი მიქაუტაძე პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა მას უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობა თუ ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ მას უნდა რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსამართლის სკამი თუ მანტია იმისათვის, რომ ჰქონდეს გავლენა და ჰქონდეს გარანტირებული სამსახური, რაც თვითონ განაცხადა კიდეც. მაგრამ როდესაც საბჭოს მდივანი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ მოხდეს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ნებისმიერი ფორმით, მე ვფიქრობ, რომ არის მიუღებელი. ჩვენ ვაშავებთ ყოველდღიურად, როდესაც გაუმართავი პროცედურით ამ კლანის ძალაუფლების გამო და ძალაუფლების ქვეშ ვნიშნავთ ხალხს სასამართლო სისტემაში, რომლებიც არიან დავალებული ამ კლანისგან. აქედან გამომდინარე, მე რა თქმა უნდა წინააღმდეგობას გამოვხატავ და არ ვეთანხმები გიორგი მიქაუტაძის თუ რომელიმე სხვა პირის უვადოდ დანიშნას. გასაუბრების პროცესის დახურვას არ ვაპირებ და არც აცილების საკითხის დაყენებას არ ვაპირებ. 2 წელზე ცოტა მეტი დამრჩა უფლებამოსილების ვადა და ბუნებრივია მაინტერესებს ის რომ ვიქნები თუ არა სისტემის წევრი და ვიქნები თუ არა მოსამართლე. უფრო დეტალურად უნდა გვითხრან რა ნორმებზე დაყრდნობით შეიძლება ამ პროცესის შეჩერება, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ საბჭო, ხო? ძალიან ბუნდოვანი არის ეს განცხადება. მე ვიტყოდი რომ პოპულისტურიც შეიძლება და გათვლილი არის მხოლოდ იმაზე რომ რაღაცა საზოგადოებაში განწყობა შეიქმნას. სხვა შემთხვევაში კიდევ ამბობ დაასახელონ ნორმა, მუხლი და ცოტა უფრო დეტალურად მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. გასაუბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა, სადაც დეტალურად არის საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით 2016 წლის აგვისტოში გონიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ გონიოში მომხდარ ინციდენტის დროს მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეს შორის მოხდა დაპირისპირება. მიქაუტაძე აცხადებს, რომ ამ დაპირისპირების დროს მას ფიზიკურად არავის უძალადია. საპირისპირო სამტკიცებს თამარ ხაჭაპურიძე, რომელიც ამბობს, რომ მიქაუტაძე მის მცირე წლოვან შვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მიქაუტაძის გასაუბრების დროს ყველაზე მეტი შეკითხვა უნდა დაისვას. 2 წელზე მეტია კონკრეტული შედეგი არ დგება, ბრალი არ აქვს არავის წარდგენილი. მაშინ, როდესაც საქმეში არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ашკარად ჩანს, რომ მიქაუტაძე ხელს მოუქნევს ბავშვს, ასევე არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ბავშვისთვის სახის არეში მიყენებულ დაზიანებებს. ашკარა იყო, რომ მისი თანამდებობა ხელს უშლიდა ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მიუხედავად ამისა, დღემდე არავითარი რეაგირება ამ კუთხით არ წარმართულად. დღეს ჩვენი საბჭოსთვის მიმართვის საგანი არის ის, რომ საბჭომ განიხილოს ამ საქმის გარემოებები, როგორც მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერების საკითხი შეფასდეს სწორედ ამ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ყველამ კარგად იცის, ეს არის ვიდეოზე აღბეჭდილი ფაქტები, სადაც ашკარად ჩანს, რომ თავს დამესხნენ და იცით რატომაც კონკრეტული განხილული საქმის გამო და სხვა მე შეხება არანაირი ამ ადამიანებთან არ მქონია. ასე რომ ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული ის ბრალდებები, რომ თითქოს მე რაღაც ჩემი მხრიდან ქონდა ძალადობის ფაქტს ადგილი. ეს არის სიცრუე და ეს არის მორიგი სიცრუე, რომლითაც ხა არის მცდელობა, რომ რაღაც ჭრილი მიაყენონ ჩემს წარსულს და საქმიანობას.
მე შეგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში სულ 43 ვაკანტური ადგილია, მსურველი კი არის 78, მათ შორის არის როგორც უკვე იცით გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც საქალაქო სასამართლოში ან თბილისის სააპელაციო სასამართლოში სურს გამწესება. აქვე შეგახსენებთ, რომ ის ასევე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების 10 კაციან სიაშიც იყო.